1957 წელი, ლოს-ანჯელესი. Царიელ ქუჩაზე აღმოჩენილი ახალგაზრდა ქალის შემზარავი გვამი მთელი ქვეყნის ყურადღებას იპყრობს. ელიზაბეთ შორტის მკვლელობა, რომელიც ისტორიაში ბლეკ დალიას სახელით შევიდა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალად ჩახლართულ საქმედ რჩება. ვინ იყო რეალური დამნაშავე? შემთხვევითი მანიაკი, გავლენიანი პიროვნება თუ ადამიანი, რომელსაც სისტემა იცავდა? ამ ვიდეოში გადავხედავთ მტკიცებულებებს, მთავარ ეჭვმიტანილებს და კითხვებს, რომლებიც 70 წელზე მეტია პასუხგაუცემელია. I'm the Night არის TNT-ის ახალი ლიმიტირებული სერიალი, შთაგონებული ამ ისტორიით. მოზარდი გოგონამ, რომელიც დაბადებისთანავე გააშვილეს და მოგვიანებით საკუთარი წარსულის აღმოჩენა აიძულებს ყველაფერზე თავიდან დაფიქრდეს. საკუთარი იდენტობის ძიებას ის მიჰყავს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ მკვლელობამდე, ბლეკ დალიას საქმემდე და საქმის ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილამდე. 1957 წლის 15 იანვარს, დილის დაახლოებით 10 საათზე, ბეტი პერსინჯერი თავის 3 წლის ქალიშვილთან ერთად მიდიოდა ფეხსაცმლის სარემონტო მაღაზიაში, ლოს-ანჯელესის იმ უბანთან ახლოს, რომელსაც დღეს კრენ შოუს ეძახიან. ნორტონის გამზირზე ცარიელი მონაკვეთის გავლისას პერსინჯერი იხსენებს. მარჯვნივ გავიხატე და დავინახე მკვდარი ძალიან ფერმკრთალი სხეული. იმდენად თეთრი იყო, რომ ხელოვნურ მოდელს ჰგავდა. შუაზე გაყოფილი იყო. ეს მძიმე დასაწყისი მოგვიანებით მნიშვნელოვანი გახდება. სხეული 22 წლის ელიზაბეთ შორტს ეკუთვნოდა. იგი ზურგზე იწვა, შიშველი. სხეული წელთან გაყოფილი იყო. უცნაურ პოზიციაში იყო. თვალები ღია, ხელები თავზე მაღლა, მუხრელი დაყვებით, ფეხები გაშლილი. მას თავში რაღაც ჩარტყმული ჰქონდა. პირის კუთხეებში ამოჭრილი ჰქონდა ხორცი. დაახლოებით 7.6 სანტიმეტრის სიგრძის ჭრილობები. მიუხედავად სცენის სისასტიკისა, სისხლი არ ჩანდა. სავარაუდოდ სხეული წინასწარ გაწმენდილი იყო, სანამ ადგილზე დატოვებდნენ. ბეტი პერსინჯერმა ახლომდებარე სახლიდან პოლიციაში დარეკა და შემდეგ საკუთარი საქმე გააგრძელა. სხეულის ამოცნობის შემდეგ დიდი სანაბეჭდის საშუალებით და FBI-ის დახმარებით LAPD-მ გაავრცელა ფლაიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. აღწერა ასეთი იყო: სიმაღლე დაახლოებით 168 სანტიმეტრი, წონამ დაახლოებით 53.5 კილოგრამი, შავი თმა, მწვანე თვალები, ძალიან მიმზიდველი. ქვედა კბილები ცუდ მდგომარეობაში, ფრჩხილები დაკვნეტილი. ელიზაბეთ შორტი წარმოშობით მედფორდიდან, მასაჩუსეტსიდან იყო. იგი გადავიდა ჰოლივუდში, როგორც ამბობენ, წარმატებისა და დიდების იმედით. მსახიობობის მცდელობის პარალელურად მუშაობდა მიმტანად და მოლარედ და ხშირად უმუშევრობის პერიოდებსაც გადიოდა. იმ პერიოდში გაზეთები ხშირად არქმევდნენ ხმაურიან სახელებს მკვლელობების საქმეებს. მას კი ბლეკ დალია შეარქვეს, რადგან ხშირად ეცვა შავი დასაცმელი და ჰქონდა შავად შეღებილი თმა. სასამართლოს სამედიცინო დასკვნამ ცივი სურათი წარმოაჩინა მისი ბოლო საათების შესახებ. ოფიციალურად შორტი გარდაიცვალა ძლიერი სისხლთენისა და შოკის შედეგად. ფეხებზე, მაჯებზე, კისერზე და მარჯვენა ბარძაღზე ნიშნები მიუთითებდა, რომ იგი შებოჭილი და ნაწამები იყო. პირის კუთხეების ჭრილობები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული. ასევე აღენიშნებოდა ტვინის შერყევა თავში დარტყმებისგან. ჭრილობები სუფთა იყო, რამაც ადრევე გააჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეს შესაძლოა ქირურგიული ცოდნა ჰქონოდა. ანატომიის ცოდნით შესრულებული ზუსტი მოქმედებები იყო. სისხლიანი დეტალები და ჰოლივუდის გლამურთან სიახლოვე საქმეს დიდი საჯარო ყურადღების ცენტრში აქცევდა. ერთი თვის განმავლობაში ის ლოს-ანჯელესის გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდებოდა. 9 დღის შემდეგ ლოს-ანჯელეს ეგზამინერის ოფისში კონვერტი მივიდა. მასში კი შორტის პირადი ნივთები იდო, სოციალური დაცვის ბარათი, დაბადების მოწმობა, ფოტოები და მისამართების წიგნაგი, საიდანაც რამდენიმე გვერდი ამოხეული იყო. ყველა ნივთი ბენზინით იყო გაწმენდილი, დიდი სანაბეჭდებისგან და კონვერტი გაფორმებული იყო კინორეკლამებიდან ამოჭრილი ასოებით. ჯამში პოლიციასა და პრესას გაიგზავნა 13 წერილი გამოძიების მსვლელობისას, მათი დაცინის მიზნით. ბევრი ხელმოწერილი იყო როგორც ბლეკ დალიას ევენჯერ. აშკარაა საქმე ჰქონდა უკიდურესად ცინიკურ ადამიანთან. ქალაქი სავსე იყო კორუფციით, ბინძური პოლიციელებით, გავლენიანი ჯგუფებით. შესაძლოა ამიტომაც არ გაკვირვებია იმ ქალს ცხედრის ნახვა. იქნებ იმ კვირაში უკვე მეხუთე იყო მისთვის. მისამართების წიგნაკიდან რამდენიმე გვერდი ამოხეული იყო. ეს ნიშნავს, რომ მკვლელი შესაძლოა მის კონტაქტებს შორის ყოფილიყო. ალბათ გარკვეული დროით იცნობდა მას. გამოძიების განმავლობაში ბევრი ეჭვმიტანილი გამოჩნდა. ასობით ადამიანი დაკითხეს და გამორიცხეს. პოლიცია დაუკავშირდა დაახლოებით 75 მამაკაცს, რომლებიც იმ წიგნებში იყვნენ ჩამოთვლილი და რომლის ასლიც ლოს-ანჯელეს ეგზამინერს გაეგზავნა.
უმეტესობამ განაცხადა, რომ შორტს მხოლოდ მოკლე ხნის განმავლობაში იცნობდნენ. ვახშამზე ან კინოში შეხვედროდნენ და ურთიერთობა გაგრძელებამდე დასრულდა. საქმის ფარგლებში FBI-მ შეამოწმა დაახლოებით 300 USC-ის სამედიცინო სკოლის სტუდენტი, თუმცა შედეგი არ ყოფილა. ერთ ეტაპზე დალიას ერთ-ერთ წერილზე თითის ანაბეჭდი იპოვეს. FBI-მ სცადა მათი იდენტიფიკაცია, მაგრამ ბაზაში შესაბამისი ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ საქმე გაეღინა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ სამი მთავარი ეჭვმიტანილი განეხილება. პირველი იყო გამყიდველი და ყოფილი არმიის მუსიკოსი რობერტ რედმან მენლი. მისი ურთიერთობა შორტთან დაიწყო მკვლელობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, როდესაც სან-დიეგოს ავტოსადგურში შენიშნა და სთხოვა მანქანით გაყოლა. თავდაპირველად შორტი არ ელაპარაკებოდა, მაგრამ ბოლოს მანქანაში ჩაჯდა. მომდევნო თვეში მენლი მასთან შეხვედრებს მართავდა, როცა სან-დიეგოში იყო. როდესაც შორტის საცხოვრებელი ადგილი მოულოდნელად გაუქმდა, მან მენლის დაურეკა და სთხოვა წაეყვანა. ისინი პლატონურად დარჩნენ სასტუმროში, Pacific Beach-ში. შემდეგ კი მენლიმ ორივე ლოს-ანჯელესში წაიყვანა. მისი თქმით, 9 იანვრის საღამოს დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე შორტი Biltmore ჰოტელში დატოვა. გამოძიების მიხედვით ეს იყო ბოლო ადგილი, სადაც შორტი ცოცხალი ნახეს. მისი ცხედრის აღმოჩენამდე 6 დღით ადრე. დაკითხვისას მენლიმ უარყო ბრალდება და ნებაყოფლობით ჩააბარა პოლიგრაფის ტესტები, რომლებმაც აჩვენა, რომ სიმართლეს ამბობდა. 1954 წელს ექიმებმა მას ნატრიუმის პენტოთალი მისცეს. იმ პერიოდში ეგრეთ წოდებული სიმართლის შრატად მიჩნეული საშუალება. და კვლავ კითხეს. შედეგი იგივე იყო. მისი მონაწილეობა არ დადასტურდა. მენლი გარდაიცვალა 1986 წლის 9 იანვარს ანაჰაიმში, კალიფორნიაში, ბინაში შემთხვევითი დაცემის შედეგად. ზუსტად 39 წლის შემდეგ იმ დღიდან, როცა შორტი ბოლოს ნახა. 1997 წელს მკვლელობის 50 წლის თავზე LA Times-მა ინტერვიუ ჩაწერა რალფ ოზდალთან. ორიგინალი გამოძიების ბოლო ცოცხალ დეტექტივთან. ოზდალი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე კვირაში მიაგნო ადამიანს, რომელიც კვლელად მიაჩნდა. მან მიიღო მინიშნებები და აღწერა კაცისა, რომელიც ცარიელ მონაკვეთთან ახლოს შენიშნეს. სხვა მოწმეებმა დაინახეს შავი მანქანა განთიადზე. ოზდალმა იპოვა აღწერილობასთან შესაბამისი კაცი, რომლის მანქანაც ახლახან იყო გადაღებელი და ჰგავდა აღწერილს. თუმცა მყარი მტკიცებულება არ ჰქონდა, მხოლოდ ეჭვი. ამიტომ ვერ წაუყენა ბრალი. 1997 წლისთვისაც ის დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს იდუმალი კაცი იყო მკვლელი. საბოლოო ეჭვმიტანილი კი კარგად არის ცნობილი მათთვისაც, ვინც საქმეს მხოლოდ ზედაპირულად იცნობს. ექიმი ჯორჯ ჰოდელი. წლების განმავლობაში საქმეზე მომუშავე ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ რეალურ მკვლელებთან შეხება ჰქონდათ. თუმცა ალბათ ყველაზე მტკიცედ ამაში დარწმუნებული იყო სტივ ჰოდელი. LAPD-ის განყოფილებაში 300-ზე მეტი მკვლელობის საქმეზე მუშაობის შემდეგ პენსიაზე გასულმა სტივ ჰოდელმა გამოქვეყნა კვლევა, სადაც ამტკიცებდა, რომ მკვლელი იყო ჯორჯ ჰოდელი, მისი საკუთარი მამა. ჯორჯ ჰოდელი ლოს-ანჯელესში მცხოვრები მდიდარი ექიმი იყო, აღწერილი როგორც გავლენიანი ინტელექტუალური და მაღალი IQ-ს მქონე პიროვნება. ის ხელმძღვანელობდა ვენერიული დაავადებების კლინიკას, რაც აძლევდა წვდომას როგორც სექს-მუშაკების, ისე ქალაქის ელიტის პირად ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკოსი ქირურგი არ ყოფილა, სამედიცინო განათლება ქირურგიის მიმართულებით ჰქონდა მიღებული. მამის გარდაცვალების შემდეგ სტივმა ფოტოალბომებში იპოვა ორი ქალის ფოტო, რომელიც ელიზაბეთ შორტს ჰგავდა. მან დაიწყო გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ მამასა და შორტს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა და ისინი ერთადაც უნახავთ ლოს-ანჯელეს ცენტრის ერთ-ერთ სასტუმროში. ოფიციალურად არ დადასტურდა, რომ ფოტოზე ნამდვილად შორტი იყო, თუმცა არც საბოლოოდ უარყოფილა. ჯორჯ ჰოდელს ჰქონდა საჭირო სამედიცინო ცოდნა, რათა შეესრულებინა სხეულის ზუსტი და ანატომიურად გათვლილი დამახინჯება და ეს მხოლოდ დასაწყისია. სტივ ჰოდელი ამტკიცებდა, რომ მისი მამა პასუხისმგებელი იყო ჟან ფრენჩის მკვლელობაზეც, რომელიც შორტის მკვლელობიდან მხოლოდ 3 კვირის შემდეგ 1957 წლის 10 თებერვალს მოხდა. ფრენჩსაც ჰქონდა თავის არეში ძლიერი დარტყმა და მისი სხეულიც დილით ცარიელ ნაკვეთზე უჩვეულოდ იყო განლაგებული. მის სხეულზე წითელი ტუჩ-შეცხით დაწერილი იყო ინიციალები BD, რაც შესაძლოა ბლეკ დალიას ნიშნავდეს. მკვლელობის შემდეგ გაგზავნილ წერილებში არსებული ხელწერა ერთი სასამართლო კრიმინალისტიკური ექსპერტის ანალიზის მიხედვით ემთხვეოდა ჯორჯ ჰოდელის ხელწერას. იგივე ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ჟან ფრენჩის სხეულზე დაწერილი BD ინიციალებიც ემთხვეოდა ჰოდელის ხელწერას. თუმცა ეს ექსპერტი დაქირავებული იყო სტივ ჰოდელის მიერ, რაც შეფასების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასევე მტკიცებულება, რომ 1957 წლის 9 იანვარს შორტის ბოლოს ცოცხლად ნახვის დღეს ჰოდელის სახლში მიიტანეს დაახლოებით
22.7 კილოგრამიანი ცემენტის ტომბრები რემონტისთვის. ეს იყო შორტის ცხედრის აღმოჩენამდე ერთ კვირაზე ნაკლები დროით ადრე. სტივ ჰოდელი ამტკიცებდა, რომ მსგავსი ტომბრები აღმოჩნდა შორტის სხეულის აღმოჩენის ადგილზე და პოლიცია ვარაუდობდა, რომ ისინი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ცხედრის მანქანიდან ნაკვეთამდე გადასატანად. გარდა ამისა, ჯორჯ ჰოდელი მართავდა შავ 1936 წლის პაკარტს, რომელიც მოწმეების მიერ ნანახ მანქანის აღწერილობას გავდა. ცარიელ ნაკვეთთან განთიადზე ნანახი შავი მანქანის აღწერილობებს ემთხვეოდა ჯორჯ ჰოდელის შავი ავტომობილი. სტივ ჰოდელის კვლევამ ასევე მიუთითა მსგავსებაზე შორტის სხეულის განლაგებასა და ჯორჯის მეგობრად მოხსენიებული სიურეალისტი მხატვრის მან რეის ნამუშევრებს შორის. დალიას ხელები თავზე მაღლა იყო განთავსებული მსგავსად მან რეის ფოტოსი მინოტაურ მომას კოლექციიდან. რაც შეეხება პირის კუთხეებში არსებულ ჭრილობებს, სტივის აზრით შთაგონება შეიძლებოდა მომდინარეობდა მან რეის ნამუშევრიდან Observatory Time, The Lovers. სტივი ამტკიცებდა, რომ ჯორჯი აღფრთოვანებული იყო მან რეით და თავადაც სურდა მხატვარი გამხდარიყო. შეიძლებოდა თუ არა ეს დანაშაული ყოფილიყო მისი დამახინჯებული არტისტული გამოხატულება. ჯორჯის ერთ-ერთმა ქალიშვილმა თამარ ჰოდელმა გაიხსენა, რომ მამა ჰოლივუდთან ახლოს მდებარე სახლში მასშტაბურ წვეულებებს მართავდა. სტუმრებს შორის იყვნენ მან რეი და კინოვარსკვლავები. თამარმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვობაში რეის შიშველი ფოტოებისთვის პოზირებდა. 1959 წლის სახლიდან გაქცევის შემდეგ თამარმა პოლიციას მიმართა და მამას სექსუალური შევიწროების მძიმე ბრალდებით დაადანაშაულა, მათ შორის არასრულთლოვანთან შეუფერებელი ქცევით. თუ ეს ბრალდებები სიმართლეა, ეს მიუთითებს მძიმე მორალურ და სამართლებრივ დარღვევებზე. ჯორჯ ჰოდელი საბოლოოდ გამართლდა ინცესტის ბრალდებაში, მას შემდეგ რაც ოჯახის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ თამარი ცრუობდა. თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ ოჯახს შესაძლოა ფინანსური мотиваცია ჰქონდა. ჯორჯი ოჯახის მთავარი შემომტანი იყო. როგორც დამატებითი ფაქტი, 14 წლის ასაკში თამარმა სან-ფრანცისკოში გოგონა გააჩინა, პაულა ჰოდელი, რომელიც ნევადაში გააშვილეს და მოგვიანებით საკუთარი ოჯახის ისტორიის კვლევა დაიწყო. 1950 წელს ბლეკ დალიას მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯორჯ ჰოდელი გადავიდა აშშ-ლა გაიქცა ფილიპინებში. 1967 წელს მანილაში მოკლული ქალი ასევე აღმოჩნდა შუაში გაყოფილი და ცარიელ მონაკვეთზე განლაგებული. დალიას მსგავსად. სტივი ამტკიცებდა, რომ იმ დროს ჯორჯი დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით ცხოვრობდა შემთხვევის ადგილიდან. 2012 წელს სტივ ჰოდელმა ბავშვების სახლი მოინახულა გადამღებ ჯგუფთან, ყოფილ პოლიციელთან და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად, რომელმაც რამდენიმე ადგილზე ადამიანის გახსნილი სუნის კვალი დააფიქსირა, მათ შორის უკანა შესასვლელთან. წამყვანმა სასამართლო ანთროპოლოგმა არპადვასმა განმარტა, რომ ასეთი სიგნალი ავტომატურად არნიშნავს, რომ ნეშტი სწორედ იქ არის, რადგან ქიმიური მარკერები შეიძლება წლების განმავლობაში გადაადგილდეს წყლისა და სხვა ფაქტების გავლენის გამო. თუმცა ნიადაგის ნიმუშის ანალიზმა აჩვენა ადამიანის ნაშთების არსებობის კვალი, სავარაუდოდ 20-დან 100-მდე პერიოდის. ჯორჯ ჰოდელის თეორიით დაინტერესებულმა LA Times-ის ჟურნალისტმა სტივ ლოპესმა მიიღო წვდომა საქმის მასალებსა და სასამართლო დოკუმენტებზე. ფაილებში მან იპოვა ჯორჯ ჰოდელის ფოტო 21 სხვა ეჭვმიტანელთან ერთად. ასევე აღმოჩნდა ჩანაწერები, რომ LAPD-მ 1950 წელს ჰოდელის სახლში ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები და 40 წლის განმავლობაში უსმენდა. თავად ჩანაწერები აღარ არსებობს, თუმცა ტრანსკრიპტი ინახება პროკურატურის არქივში. ერთ ტრანსკრიპტში ჰოდელს მიეწერება სიტყვები: დავუშვათ, რომ მე მოვკალი ბლეკ დალია. ახლა ვერ დაამტკიცებენ. ჯეიმს მდივანს ვერ დაკითხავენ, რადგან ის გარდაცვლილია. მსგავსი ფრაზა ბევრს საერთოდ ეჩვენება და უფრო ბოროტი პერსონაჟის დიალოგს გავს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის ნათქვამს. სხვა ტრანსკრიპტი აღწერს, რომ შეიძლება ჩანაწერებში დაფიქსირებული ყოფილიყო ქალზე თავდასხმის მსგავსი ხმა ჰოდელის სახლის სარდაფში. CBS ერთ-ერთი გადაცემის მიხედვით ჰოდელის შესაძლო კავშირების გამოძიება 1950 წელს მოულოდნელად შეწყდა. ერთ-ერთმა მთავარმა გამოძიებელმა განაცხადა, რომ ჰოდელის სახლიდან აღებულმა ჩანაწერებმა იგი ეჭვმიტანელთა სიიდან გამორიცხა. ჰოდელის ვაჟი ამტკიცებდა, რომ მის მამას კავშირებისა და პროფესიის გამო ინფორმაცია ჰქონდა LAPD-ში არსებულ კორუფციაზე და სექს მუშაკებთან და არალეგალურ სამედიცინო ქსელებთან შესაძლო კავშირებზე, და რომ პოლიციამ შესაძლოა საქმე შეაჩერა, რათა საკუთარი სკანდალები არ გამჟღავნებულიყო. მართლაც, მე-20 საუკუნის დასაწყისში LAPD-ის ზოგი ოფიცერი კორუფციით იყო ცნობილი. ასევე ტრანსკრიპტებში ჰოდელს მიეწერება ფრაზა: ეს არის საუკეთესო ანაზღაურება, რაც სამართალდამცავ უწყებებს შორის მინახავს. მინდა კავშირი დავამყარო პროკურატურის ოფისთან. ხშირად ჩნდება კითხვა, რა მოვიდა აუდიო ჩანაწერებს? ისინი აღარ არსებობს. იქნებ ჩანაწერები მართლაც შეიცავდა კომპრომატს, მათი გაქრობა ბევრს საეჭვოდ ეჩვენება, თუმცა მათი გაუჩინარება ოფიციალურად არ არის განმარტებული.
ერთ-ერთი გადაცემის გამოძიების მიხედვით, ელეფიდი აღიარა, რომ ბლეკ დალიას საქმის მნიშვნელოვანი ფიზიკური მტკიცებლებების ნაწილი აღარ ინახება საქმის ფაილებში. უცნობია სად არის ან რატომ დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეჭვები, ნამდვილად ემთხვეოდა თუ არა ფოტოებში გამოსახული ქალი ელიზაბეთ ჯორჯს და ემთხვევა თუ არა ხელწერა წერილებს, ბევრი მიიჩნევს, რომ ეჭვი ჯორჯ ჰოდელზე საკმარისად სერიოზულია. საქმის მასალების გადახედვის შემდეგ ლოს-ანჯელესის ოლქის ყოფილი მთავარი მოადგილე პროკურორი სტივენ კეიმი, რომელსაც 35 წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდა მკვლელობის საქმეებში, მან განაცხადა, როგორც პირადი გამოცდილება, არანაირი ყოყმანი არ მექნებოდა ექიმ ჯორჯ ჰოდელის წინააღმდეგ ორი მკვლელობის ბრალის საყენებაში. ჯორჯ ჰოდელი ფილიპინებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1990 წელს დაბრუნდა და იგი 1991 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. დალიას ერთ-ერთ წერილზე აღმოჩენილი დიდი სანაბეჭდის ფონზე ჩნდება კითხვა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ჰოდელის სანაბეჭდთან მათი შედარება. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ახლაც ხომ შეიძლება ანაბეჭდების შედარება. ახლა მხოლოდ ძვლებია დარჩენილი, მაგრამ ჯორჯის ანაბეჭდები ალბათ არქივში უნდა ჰქონდეთ, ისე ჭვიდანილი იყო. დღეს საქმე კვლავ ოფიციალურად ღია, თუმცა აწლეულებია აქტიური გამოძიება აღარ მიმდინარეობს. ჯონ დუგლასი, FBI-ის სერიული დანაშაულების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი და ძალადობრივი დანაშაულების პროფილირების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის თქმით, მკვლელის მიერ სხეულთან გატარებული დროისა და მოქმედებების ანალიზით, დღეს მსგავსი საქმე ძალიან ადვილად გაიხსნებოდა. ბლეკ დალიას მკვლელობა მთელი ქვეყანა შეძრა და დღემდე იზიდავს დამოუკიდებელ გამომძიებლებს. ამ ეტაპზე საქმე გაუხსნელი რჩება. პროკურორის თქმით, ორი მკვლელობის ბრალდება შეიძლებოდა წამოყენებულიყო. საქმე კვლავ პასუხგაუცემელია.